მშვიდობა როგორც თავისუფლება. ერთ-ერთ სამოქალაქო ლექსიკონში სიტყვა მშვიდობას შემდეგნაირად განმარტება. აღმოსავლეთ კულტურაში მშვიდობას აქვს საერთო შინაგან მდგომარეობასთან, ხოლო დასავლეთში მშვიდობას აქვს საერთო ადამიანის გარეთ არსებული მდგომარეობასთან, ომების და ძალადობის გარეთ. ჩემი აზრით, რამდენი განმარტება ძალიან გამოიწერია ამ სიტყვისთვის და როგორ არ უნდა ჰქონდეს იქ გაგებული სხვა კულტურის მქონე ქვეყნებში. შეუძლებელია იპოვოს ზუსტი შინაარსი. ფიქრობ, რომ მშვიდობა ყველა ადამიანისთვის არის განსხვავებული. არასდროს იცი რა ასოციაციას გამოიწვევს ეს სიტყვა ადამიანში. რა თქმა უნდა, მშვიდობა მოიცავს ბევრ კრიტერიუმს, მაგრამ ჩემთვის მშვიდობა არის თავისუფლება. სიტყვა თავისუფალი საინტერესოა თავისი ეტიმოლოგიით. ადამიანი არის თავისი თავისუფალი, ესე იგი ცხოვრობს უფლის კანონების მიხედვით. ასე ცხოვრებას მოაქვს ნანაკნე მშვიდობა. თავისუფლებას არის სადაო საკითხი, მაგრამ ალბათ დამთანხმებით, რომ ადამიანი მაშინ არის თავისუფალი, როდესაც მას აქვს უფლება გამოთქვა საკუთარი აზრი, აირჩიოს ცხოვრების გზა, რელიგია, თვითონ მიიღოს განწყობილებელი და აგოს მათზე პასუხი. დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია კანონების გარეშე. ისინი აადვილებენ ჩვენს ცხოვრებას და ხდიან მას უსაფრთხოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იქონოს შენი საკუთარი მორალური კანონები. უმეტესობა კონფლიქტის წარმოიქმნება იმიტომ, რომ ხალხმა დაკარგა ერთმანეთისადმი სიყვარული და თითოეულის თავისუფლების პატივისცემა. ოთარ ჭილაძე წერს, ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მეგზავნა ერთი კანონი, თავისუფლების და სიყვარულის. ადამიანის ბუნება მართლაც რომ ძალიან რთულია. ყველა ცდილობს რომ სხვა აკონტროლოს, დაანახოს თავისი ძალა. ისტორიამ გავიხსენოთ, რამდენი სისხლი დაიღვარა კონტროლისათვის, რამდენი ბრძოლა მოყვა თავისუფლების აღკვეთას. მარტო ჩვენი ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ, რამდენი ომი მოყვა თავისუფლების შეფეთქებას. როდესაც საუბარი მიდის ქვეყანაზე, რთულია თქვა, რომ შენთან არის მშვიდობა, თუ სადღაც მიდის გაცხადებული ომი თავისუფლებისათვის. მიაღწიო აბსოლუტურ მშვიდობას არის ძალიან რთული, მაგრამ არა შეუძლებელი, რადგან თავისუფლებას მოაქვს მშვიდობა. მინდა განვიხილო ერთი ძალიან აქტუალური თემა. ალბათ ყველას გახსოვთ საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, სადაც კარიკატურებმა გამოიწვია სიკვდილი. რელიგიური კონფლიქტი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ რაც მოხდა, ის იყო კონფლიქტის მწვერვალი. ჟურნალისტებს აქვთ თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ მათ არ გათვალეს შედეგები. ამაში დიდი ტრაგედია დააჩინო. მუსლიმი ხალხი არ იტანს თავისუფლების შეფეთქებას, რაც გულისხმობს მათი რელიგიის დამცირებას. ყველაფერს ამას კი ფატალური შედეგი მოჰყვა. მაგრამ ტერორიზმი არ არის გამართლებული, კიდაც იმიტომ, რომ ზღუდავს სხვა ადამიანის თავისუფლებას. არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ თავისუფლება აუცილებლად მშვიდობას ნიშნავს. წარმოიდგინოთ ქვეყანა, რომელიც იბრძოდა თავისუფლებისთვის, მიაღწევს სასურველ შედეგს იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლა მოიტანს მშვიდობას. პოლიტიკა და რელიგია მაინც იმდენად არ გვეხება ჩვენ მოზარდებს. ჩვენ უმეტესად ვაქცევთ ყურადღებას იმას, რაც ხდება გარშემო, სახლში, სკოლაში, ურთიერთობის დროს. ახალი თაობა არის თაობა, რომელიც დაიბადა ქაოსში, მუდმივ კონფლიქტებს შორის. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო ოჯახი, ან სხვა ნებისმიერი დაწესებულება, სადაც ერთი უფროსი აკონტროლებს ყველას და გონია, რომ ასე მიაღწევს ჰარმონიას. ეს არის მცდარი მსჯელობა. ყველას გააჩნია საკუთარი აზრი. შენი აზრი სხვისთვის ჩანერგვა იწვევს კამას, უთანხმოებას და ჭხუბს. მშვიდობა მანამდე არ დამყარდება, სანამ ხალხი არ შეიძინოს, რომ ერთმანეთის თავისუფლებას უნდავსეთ პასუხი. საბოლოოდ მინდა თქვა, რომ მშვიდობა არის ისეთი საკითხი, რომელიც ყველას უნდა აწუხებდეს და ყველა უნდა ცდილობდეს მშვიდობის დამყარებას. თავისუფლებას კი შეუძლია ამის განხორციელება. ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად. თუ ადამიანი ემორჩილება ამ კანონებს, აქვს საკუთარი მორალური ხედვა და ჩასწრება თავისუფლების არც, ეს გახდება უდიდესი ნაბიჯი მშვიდობისაკენ. არც ის უნდა დაგვაუწყდეს, რომ არასწორად გაგებულ თავისუფლებას შეიძლება ფატალური შედეგი მოყვას, მაგრამ შევიცნოთ ჩვენი თავი, გავხდეთ ძლიერები, მივახციოთ თავისუფლებას და მშვიდობაც მოვა. ყოველ ადამიანს შესწევს ძალა დაამარცხოს კონფლიქტი და ომი, რადგან როგორც თქვა ალბერტ კამუსი, მშვიდობა არის ერთადერთი ბრძოლა, რომლის წარმოება მისაღებია. ძალიან გამიხარდა, რომ ოთარ ჭილაძე ახსენება, მიხარია ქართულ ავტორებს რა ახსენებთ. თავიდან ცოტა შეგეწინააღმდეგე აი თავისუფლებასთან დაკავშირებით მარტო თავისუფლება, მაგრამ შენივე პასუხი იყო ბოლოს გამეცი ამ პრეზენტაციის ბოლოს, რომ მარტო თავისუფლება არა, გააჩნია როგორ აღიყო ამ ყველაფერს. ძალიან საინტერესო ნამუშევარი იყო, ძალიან კარგად წარდგე ჩვენ წინაშე და გილოცა. თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი, რასაც მშვიდობა მოაქვს, რა თქმა უნდა, თითოეული რა ვიცი, მსოფლიოს ქალაქისთვის მცხოვრებისთვის. შესაბამისად, კარგია მოსავალი იყო თემიდან და კარგად იყო პრეზენტაცია. მადლობთ, ბატონო გელა. ძალიან საინტერესო თემა იყო, ძალიან დამაფიქრებელი ერთი დეტალი ჩემთვის პირადად, რომ
თქვენ ამ ჩვენი მე-11 მე-10 კლასელები ხართ, ხო, თქვენი ასაკი ხო უცბად რომ გავიაზრე რა. მართლა ის თაობა, რომელიც ქაოსში და იმაში რაღაც ისეთი განცდა მქონდა დანაშაულის, ახლა სიმართლე გითხრათ, რომ ვერ უზრუნველყავით თქვენმა წინავა თაობამ, ასე თქვა თქვენმა მამებმა ის რომ თქვენ ეს ქაოსი და ეს კონფლიქტური გარემო აგერიდებინათ და თქვენ მართლა გაიარეთ ეს კონფლიქტური გარემო და ნუ ჩემთვის ამიტომ უფრო 10 მაგად და 100 მაგად უფრო მნიშვნელოვანია თქვენი შეფერილობა. რაც შეეხება თემას, რომელსაც თქვენ შეეხეთ, დიახ, მე გეთანხმებით თქვენ ეს პროგრესია, რომელიც თქვენ ზარღვად გაყვებოდა თქვენს მოხსენებას, ეს იყო ის, რომ თავისუფლება მარტო მოპოვების და აქტიურობის საკითხი კი არ არის, არამედ თავისუფლება შემეცნების საკითხიც არის. ჩვენ თავისუფლებას კი არ მოვიპოვებთ, მხოლოდ ის იგი არის ეთიკა, ბრძოლის, მოპოვების, მაგრამ არის თავისუფლება როგორც აზროვნების, ესე იგი მიწვდომის სფეროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ეს ამ საკითხს შეეხეთ და მე ძალიან მიხარია, გილოცავთ ამ მოხსენებას, შესანიშნავი მოხსენება იყო. მოხსენება იყო თავისუფლებაზე, ასე რომ გამოყო თავისუფლება და როგორც დასახა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი ყოველგვარი მშვიდობისა და სიკეთისა, ეს რა თქმა უნდა საინტერესო იყო ეს ბოლოს, ასე თქვა რაღაც ერთი გზის პოვნის საშუალება იყო, ამ ხრივაც იყო საინტერესო ის მოხსენება და ერთ დავამატებდი, რომ აქ მე მგონი ასეთი ტიპის აზრიც იყო, რომ თვითონ თავისუფლების დაცვაც არის უკვე მშვიდობის დაცვაც. რაღაც მაღალი ფასეულობები შეიძლება პირდაპირ კავშირში არ არის მშვიდობასთან, მაგრამ თუ ჩვენ დავიცავთ ადამიანის თავისუფლებას, უსაფრთხოებას, ასე ვთქვათ, განათლების უფლებას და სხვა ამდაგვარ ღირებულებებს, ეს თავისთავად უკვე მშვიდობის დაცვასაც ნიშნავს. და რა თქმა უნდა, ყველაზე ერთ-ერთი საინტერესო სიტყვა